მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ Total War-ის გადაღებას. ელფების კამპანია და დავასრულოთ წინა თურნი, სადაც გავჩერდით. აქ კიდე ერთი არმია მყავს, როგორც ჩანს. ბნელმა ელფებმა გამოგვიცხადეს ომი. ეგეც არაა პრობლემა. ისე ეს არმია კარტყმაში არა ვარ, სად უნდა წავიყვანო. აჰა, ესეც ასე. კაი, ესენი არ მაინტერესებენ. თქვენ წავიყვანთ გამოკვლევაზე და გაიჩითა პაზლი, რომელიც ყველაზე მეტად არ მევასება. სუდოკუა თუ რა ჯანდაბა არის, თან ორმაგი სუდოკუა ფერებით ცალკე უნდა დამთქვიო და ციფრებით ცალკე. ამიტომ გავხსნათ ჩვენ პასუხების ფურცელი გადავშალო ბოლოში, სადაც პასუხი არის ერთიანი, აი ეს. არ ვიცი მეგობრებო, ვისაც გიყვართ მაგის გაკეთება, შეგიძლიათ გააკეთოთ. ვისაც არა, შემსავით წიგნის უკანაღდაზე წერია პასუხი. აქ ხა ამათ შევუწევ მოკლავ. ხილით შეგვიძლია, მაგრამ არ გვჭირდება. სულაც მოვიშორეთ უკვე. აქ რაც შეეხება წინ არის ეს არმია, როგორც მახსოვს. და მგონი კი შემიძლია, რომ მივიდი ამათთან ახლოს. ასე გაიგებ. კაი, მოდი მე ახლა უბრალოდ ასე ვიზამ და მეტ ხალხს ჩავყრი. აქ მოდი იყოს უფრო აი აჩერებ. ეს გამოვიყენე უკვე თქვენ სად მოწახვიდეთ ეხლა ვაფშე კარტმაში არა ვარ, მგონი ქვემოთ რომ მომყავდით ჯობია ზემოთ წახვიდეთ. ზემოთ ჯობია, იმიტომ რომ აი მათ მაინც მოკლავთ, რა ვიცი. რაც შეეხება ამათ შეტევაზე გადავიდეთ უცებ. წაგებას გვიწერს, მაგრამ ჩვენ წაგებას არ ვაპირებთ დღეს. ესენი ქმნიან მარტო პრობლემას და არ შემივაწვით. აქ დამატებითი ინფორმაცია გვაქვს ჩვენი შუბოსნების შესახებ. კაი, უცებ გადავნაწილდეთ ჩვენი სტანდარტული სტრატეგიით. აქ ჩავაგდოთ ეს. და წამოვიდეთ. და გამოგვეკიდებიან, რა თქმა უნდა. ეს 16 ღირსაან ძვირი კი არა. თქვენ ორი ესრით ამათ. არა, თქვენ სად მოდიხართ, კაცო, თქვენ არა. ეს კამერა გადაბრუნდა უბრალოდ. კიდე ერთხელ დაუგდებ ამას. რაც უკვე შეგვიძლია ესეთები რაღაცები გავაკეთოთ. კაი, ორი წამი თქვენ ძალიან წამოხვედით. თქვენ გასწორდით. აქ ერთი ეს გვინდა რომ ლორდი მოკლათ. მოკვდა არგია. აქ მოდი ამათ წამოვიყვან ესე.
პატარა ჰილი შეუძლია ჩავაგდოთ და ოჰო. რაღაცა ხელჩართულ ბრძოლაში მაინც და მაინც ვერ არიან ესენი და მოდი ამათ ჩაურთავ ამას. და დანებდნენ უკვე შვენიერი. ცოტა ხალხი კიდევ გვეკარგა, მაგრამ გავიხილებით ძალიან მალე. მარტივად. ამას დავიტოვებ. აჰა, გვყავს ცხენები. ახლა რომელი მირჩევნია? რა თქმა უნდა, ცხენები. იმიტომ რომ ცხენების შენახვა არის საკმაოდ იაფი, რო არ მოგატყუოთ. დაახლოებით იქ გვეჯდება, რაც ჩვეულებრივი მეისრეები. 152, 167 ანუ. დაჟე ესენიც რო ავიყვანო, მაგალითად არაა პრობლემა. კარგი, ამას გავაძლიერებ. კარგი, ესეც. თქვენ დიად არ მაინტერესებთ. აქ რა ხდება და მინდა ეს. დაჟე 2 ცალი ის აქვს. ability და ამას გავუძლიეროთ ეს. შემიძლია რაღაცები ჩავაცვა ისე. ამებს უფრო ხშირად უნდა ვიყენებდე. ასე. და თქვენ ეს უკვე მაყუთში ვიჭედებით ცოტა. ჯერ მაინც ვერ გავაძლიერებთ. და შემდეგი ტურნი და ამათ მოვუვოთ ბოლო. ტვინი რატო შეჭამეთ? თქვენ რა გინდათ არა აგრესიულობა? არა, მას მაღაზია გაწყენინებთ. აი ხლა არის ჩვენი შანსი მგონი რომ ამათ ბოლო მოვუგოთ. ავტოზე ვერ ვიგებთ, მაგრამ აშკარად საკმაოდ კარგი არმია მყავს. იმიტომ ვერ ვიგებთ, რომ არის აქ ჰიდრა. ამას რა აქვს მოიცა, ეს რაღაც, ოკეი. და ერთმა ჰიდრამ, რა ვიცი, რამდენი რაღაცა შეიძლება გააკეთოს, მეც მაინტერესებს. და გამოვცადოთ. ცოტა მეტი მეისრე რო ყოლოდა, ეგეც ურიგო არ იქნებოდა. მაგრამ შუბოსნები ესეთი დიდი მონსტრების წინააღმდეგ ძალიან კარგად მოქმედებენ, ამიტომ რაღაც იმედებს ვამყარებ ახლა და არ გამიცრუოთ მეგობრებო. კაი, აქ მინდა ეს, აქ მინდა ეს. შეტევაზე მოდიან ეგრევე? კი. მოდი ჰიდრას ავიცილოთ ახლა. აი ესე. თუ შეტევაზე მოდიან, მაშინ უკან უნდა დავიხიო. მაგრამ ესენი კარგი იქნება თუ რაღაც პატარა აფეთქებებს აიტანენ. 2 წამი. თქვენ უკან არ გაიქცეთ რამე.
მშვენიერი. ეხლა კიდევ ორი წამი. თქვენ უბრალოდ იდექით. და მინდა რომ ამათ არწიმა მიხედონ, მაგრამ ოკეი, არა, მაგაზეც პრობლემა. ეხლა ავიცლოთ ჰიდრას კიდევ ერთი ნასროლი. ოპა. გავხილოთ ჩვენი არწივი და ყველა მიდის ჰიდრასთან, ესე გადავწყვიტე მე. გავხილოთ. კიდე გავხილოთ. და ეხლა რისთვის ჭირდებოდა ეს ცხენოსნები თუ არა რომ დაიწიონ ამათ. არწივი კიდე მაგეთ წამო. აი ასე, რა ლამაზად. ხუთივე თავი დაიმხო ძირს. ეს ამას კლავს ხო იგი. 35 კაცი, მაგრამ ამას გავიხილები უკვე პირველივე ჯერზე. თქვა წაგებას არ ყოფილა ეხა როგორც მიწინასწარმეტყველეს როგორც ჩანს. ამას უბრალოდ დავიპყრობ. იმდენჯერ გადაიწვა უკვე რომ მეც მწყინს. და 18 ლეველზეა ჩვენი საბრინა. მივულოცოთ. რაც შეეხება აქ მოდი ამას. ავიღებ როგორც ხედავთ დამაკლდა ესენი. წამოვიდეთ წინ და დიპლომატიაში რა ხდება? აქ ვიღაცები მყავდა გაცნობილი ახალი და როგორაა ბიჭებო თქვენი საქმე გინდათ ხო ეგენი? ეს რომელია რო არ ვიცი? კაი, აქ არმია ჯერ არ აყავთ. კაი, მოსეს. +15, ოკეი. კაი, მედია შემდეგ ჯერზე აქ შეუტევს და ორჯერ არ დამახარჯინებს რაღაცებს. კაროჩე, ეს რომ ამ სამ რაღაცას აიღებს, მე აქ გადმოვამ გეითიდან და ამათ პარპაშს მოუღებს ბოლოს. და თქვენც აი ეგ რომ მოდიხართ, უფრო კარგი იქნება. ჯერ ვერაფერს ვერ გიჩვენებთ, იმიტომ რომ არა გვაქვს ალიანსი. თქვენ კი რა ხდება მეგობრებო? კარგად ახართ ხო? არა, კაია. აქ მე მინდა იყოს ეს და რა შეიძლება მეტი ფული. აქ რა ხდება? level 3 gate მაქვს თან შვილო, 19 კაცი. ვიღაცა გვჭირდება რომ ავიყვანოთ ეს არა აშკარად. life equals light-ი. რაღაცა ბანძი ხალხი ყავს ლორდების სახით აქ. პრინცი პრინცესა არავინ არ აქვს ხო? ლეგენდარი. კაროჩე, არ უნდა ავიყვანო ესა. კიდე light-ი და მოდი იყოს light-ი. არა, life fits ყავს. აი აქ შევსვავ და
ერთი კაი ბრძოლა უნდა ჩავატაროთ, იმიტომ რომ 19 კაცია აქვს და მე მყავს რამდენი? 3, 6, 7, 16, 17 კაცი მყავს მე. კიდევ კაი შევამჩნიე ხა ისე. წაგება რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის, მაგრამ მე წაგებას არ ვაპირებ. თქვენი არ ვიცი ჯიგრებო. ეხლა უნდა მოგვიწიოს ისრების დაპირისპირება. მაგრამ იქნება დაპირისპირება არათანაბარი, ვინაიდან ჩვენ ვიქნებით კედელზე, ისინი კედლის ქვემოთ. შენ ზევით ახარ, მე ქვევითო რა. მოდი ეხლა ჩავყრი ყველას გადავული ბოლომდე. და რაც შეიძლება თქვენ? აქ უბრალოდ 1, 2, 3 კაცი მინდა რა. და თქვენც რო აქ იყოთ. მაგრამ აქ არ ამგონია ესე თავისუფლად იყოს რაღაცეები, შეიძლება გვიმალებიან. დავთვალო ხალხი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12, 13, 14, 15 და არის ხალხი აქ უეჭველი კი. ასე და აი ასე. აქ დამჭირდება ჰილი ასევე. და დავიწყეთ. ეს ძალიან სასიამოვნო საყურებელია. და ჩვეულებრივ კადრშიც რო უყურო. ამდენი ის არის ერთმანეთის წინააღმდეგ. აი როგორც ხედავ ვიღაცები გვემალებოდნენ. მაგრამ მიდოდა ვერაფერს ვერ იზამენ, აი კედელზე ამოვლენ და როგორც ამოვლენ ისე ჩავლენ. მოდი ამას აქ წამოვიყვან და 2 წამი შევანელებ. ისრების ომი კი მიდის, მაგრამ ვიღაცებს ჰილი ჭირდებათ აქ გავჰილოთ. აქ დავსვავ ხა ერთ არწივს, რომელიც მოკლავს ლორდს. ნუ გათვლა ეგეთია, რომ შეასუსტოს, მაგრამ თითქმის მოკლა, იმიტომ რომ გაიქცა. ესენი კიდე გასახილი მყავს. აქ რა ხდება? აქვინები არიან გეიტთან არავინ არ არის, აქაც არავინ არა, ხო? არა. დანებდნენ და მოდი თქვენ წამოდით გარეთ. თქვენ კიდე ამათ შეუვდიეთ. აი ეს უბრალოდ ძალიან ნერვების მომშლელია, აქ რო 2 კაცი დარბის, ამათ ვერ ვხვდევ ჩემი ცხენოსნებით. იგივე სიტყვი ამათაც. აი ჰილი დაგვეხმარა ჩემი აზრით, ასე თუ ისე. ამ ლორდ შემგან ეფრუი ამ ხელზე. ვაფშე რატო გადაწყვიტეს რომ ჩვენი დამარცხება შეეძლოთ, არ ვიცი. აქ მოდი კაი მაყუთი ჩავიჯიბოთ. და მეორე ლეველზე გადავიდეთ, მაგაცი აგერ ამას გავაძლიერებ. მაგრამ ეს იყოს. ეხა მოვდივარ მე აქეთ. არანაირი არმია არ დგას. ამიტომ მთლიანად გადმოვინაცვლოთ. შენ მოდიხარ ქვემოთ. შენ მოდიხარ ზემოთ, ოღონდ.
აქ არის თავის ქალა, რაც ნიშნავს, რომ ბრძოლა გველის წინ. შეიძლება აუტოზეც დიახ გავუშვათ. მივიღეთ 1200 ფულის ერთეული და კიდე რა? 20-ია, ვაიმე, 20,000 ბიჭო, ხო არ ვადო. 20,000 არ მინახავს თვალით. გაიხანი. ამას რა შეეხება? გველის ძალიან სასიამოვნო ფაითი. მაგია ბნელი ელფების წინააღმდეგ და ჩვენი მადონა გაასუხარებს ყველას. აქ კაი კედლებია თან. მოფარება შემიძლია გვერდზე რო დავდე. უბრალოდ AI მე ხარ რაღაცეები იცის ხოლმე ზუსტად აი ამ მაპზე ეგ დამახსოვრებული მაქვს. რაღაცეებში გულისხმობ რომ მე რო აქ ხალხი დავაყენო, კედლებზე არ აყენებს ხოლმე. აი ეს არასწორობა იციან. ამიტომ მე დამჭირდება რომ ვიღაცეები კედლებზე ამოვიყვანო. შენ არა შენ წამოხვალ წინ. ეს რომ მოვიდეს ამის რეინჯში, აი ვიღაცა ამოვა კედელზე ვიცი. შენ ამოხვალ? იმიტომ რომ სხვა გვარად ამით გამოყენებას აზრი არ აქვს ან გაფანტულად განან. შეგვიძლია მაქსიმუმ აი ეს ჩავდგა. მარა იყოს ჩვენ უბრალოდ მოგვიწევს ვიღაცეების კი არა და რაღაცეების აცილება. რომც მოგვხვდეს ეგეც არაა პრობლემა, იმიტომ რომ ჰილი გვაქვს. ძალიან გვერდზე გავიდა. ოკეი, ბოდიში, აგერა ვარ, წინა ვარ. ვარშად არ წავსულ ვარ, თქვენ კაი ხალხო. კარგად შეგროვდნენ და მოდი ჩამოყარო, მაგრამ ნუ ხო დიდად ვერ აკლებს ახლა ეს თაუერი ამას. ალბათ ქვერას იზამთ? აჰა. არა, არ წახვიდეთ კაცო, რატომ მიდიხართ? ჯერ ბოლომდე მოვკლავთ, მერე წადით სადაც გინდათ. აქ ისე ექსპრონტად ჩამოვყარეთ, ორი არ იყო საჭირო. ოპა, ვიღაცას უკვე კარგად ხვდება. ანუ შემიძლია ისიც გავუკეთო, რომ ამას ვაფშე არ მოხდეს დაკეთებით ვატასაო ყოველ ჯერზე, მაგრამ ცოტა დამღლელიც არის და მეზარება რო არ გითხრათ. რო არ მოგატყუოთ. ცოტა უკვე მეჯიკი გვეხარჯება, როგორც ხედავთ. მაგრამ ბევრი ხალხი არც დარჩა. ვიღაცეები. ამას თავისი განხილვაც აქვს, შეიძლება ესეც არ დავხარჯო. მაგრამ აშკარად ყველა მკვდარისავითაა და რატო არ ნებდებიან ვერ ხვდები. თუმცა ყველა უნდა მოკლა მაინც. რამდენს ვურტავ ჩემს?
აი ესე რო გადმოვიდე ხა მეორე თავერთან წესით თავიდან უნდა დაალაგდნენ არა კი კი და თავიდან რო ლაგდებიან უფრო ლამაზად ლაგდებია რომ ბევრი მოკლა ერთად ახლა შეგვიძლია რაღაცეები გავაკეთოთ წესით მიდი ჩამოვაგდე უცებ არ გეყოთ ოკეი ბევრი არს დამჭა და იქნება მალე ქნათ რომ ოკეი ეგ უნდა ჩამოვაგდო ეხლა და ეგ არის დაკარგეს ბრძოლის განწყობა ამას მოვუმატოთ სიცოცხლე და შეგვიძლია დავასრულოთ ჩვეულებრივად დავიპყრობ ეხლა მედია კაი რაღაცეები დგას შიგნით ჩვეულებრივი რაღაცეებია ამას ავაშენებ აქ მეტი მხედარი ხო არა ვიღო მაგას ვფიქრობ მაგრამ ჯერ ამის გაგდება დამჭირდება მგონი გაგდება თუ სიკვდილი აი გავაგდებ ამას თქვენ ჯერ არა ამას ლეველი მოიმატო წელან და გავაძლიერებ და თავისთავად ამასაც მოემატა პლუს 20 ზრდა აქ არაფერი არ არის საინტერესო ეგ საინტერესოა ის მაგრამ ჯერ არ გაძლიერებულა მამით წეღან 20,000 ავიღეთ და ეხლა შეგვიძლია რაღაცეები სტოპში მოვიყვანოთ ოკეი ის უკვე სხვა თემაა. სად ახარ შენ? ო, არა. იდეაში ამის დაკარგვაც არაა პრობლემა რო არ მოგატყუოთ. მაგრამ აქ 12-14-ის წინააღმდეგ შეგვიძლია რომ მოვიგოთ? შეგვიძლია მოვიგოთ, არ ვიცი, მაგრამ შეგვიძლია აქედან აი გავიდეთ და ცოტა ხალხი მოვიმატოთ. რაღაცა კითხვები არ გაჩნდეს მერე. ისინი რატომაც არ იხილებიან? როგორ მოგატყუოთ ვერ ხვდები რატო? იმიტომ რომ არა გვაქვს ხილი აქ. ესეც არ მჭირდება. არც ეს არ მჭირდება. მაგიტო არ იხილებიან თურმე. მეტი განვითარება აქვს. ამას ჩავაგდებ. აქ ეს იყოს, მაგრამ არ მჭირდება. და კიდევ ერთი ფაითი. ამათაც დიდი სიამოვნებით გავაგდებინებდი თავს, მაგრამ ლოგიკურად და ყველანაირად უწევს აი ეს.
შეგვიძლია ავიყვანოთ ერთი ეს. და რატო ვინახავდი ამებს? იმიტომ რომ აქვთ სიჯათაქერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის აღება აღარ დამჭირდება პირდაპირ შევუხდებ ახლა. ანუ ერთ სულას დავზოგავ. იმიტომ რომ მაგის აშენებით რო გითხრათ, რომ დიდად რაღაცას იგებ თქო, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ რაღაც თავუერებს აშენებს, რომელიც პირდაპირ უერთდება ამ კედელს. და ორი სულის დახარჯვა მაგის გამო ძალიან ალოგიკურად მიმაჩნია. ის გაკეთებას ვაპირებ აქ. პირველ რიგში უნდა დავმალოთ არმია. თქვენ ერთად იდგებით ყველანი. ცოტა სივიწროვეში, მაგრამ მაინც იდგებით. თქვენ წამოხვათ აქეთ, შენ და შენ. და შენ თქვენ უბრალოდ აქ გაიქცევით, იმიტომ რომ ტყეში ესენი არ იმალებიან. შეგვიძლია გავუშვათ. კაი, აქ უნდა იყოს ოქროშუალედი, ისევე როგორც მახსოვს, ამათ და ამას შორის არ არის, ოკეი. მაშინ შენ დაიმალები. აი, ლამაზი ხის უკან. შენ კიდე გადახვალ სადღაც სხვა მხარეს ალბათ. ეს უნდა ავიცილო ახლა, ოპ, ესე. და აი აქ დავდგები, რომ არავის არ ეწყინოს. ამისი აფეთქება შემიძლია კედელზე, მაგრამ ცოტა წინ ჭირდება მისვლა, ამიტომ აი ამ ხეს ამოვეფარები, თუ არ გეწყინებათ, არავის. ანუ აქ ხა პრობლემა რა აქვს ამ მაგიას Metal Heroes-გან განსხვავებით, ეს რო აფეთქებს, კი აქვს damage, მაგრამ კაც არ ყავს რა, ისევ 23 კაცია. ერთხელაც რო აფეთქო, მერე კი ყავს, მაგრამ აი კიდე 14 კაცი არის. ანუ ძალიან პატარა ხელის წაკვრა ჭირდება, რომ ყველა მოკვდეს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ყავს რა. მაგრამ ეს საკმაოდ კაი რაღაცაა, რო არ მოგატყუოთ. უბრალოდ კედელზე არ იდგმება. სანამ შესაძლებლობა გვექნება ამას გავსპამავ. მგონი ამის გაძლიერებული ვერსია შემიძლია. არა? ოკეი. სადაც ჩემი არწივი. როგორც ვთქვათ, მაინც 16 კაცია. 20 კაცი. მაგრამ სიცოცხლე არ აქვს არცეც. ამისთვის ჭირდება მე არწივი. მას ხوار ხდება რამე რაღაცა. მგონია რომ აკლდება, მაგრამ არ აკლდება იდეაში. ესენი ხარ უარ მოვბრუნდნენ უკან, ამიტომ ესე ვიზამ. და თქვენ რა? აი. რამდენიმე კედელზე არის გაჭედილი. პატარა აფეთქება აქაც. ლორდს ვერ მოკლავ რამე. პატარ-პატარა წარტყმებით. ესე დავეცე, გადავაგდო, გამოვიწიო უკვე 99, ოკეი. დავეცე, გამოვიწიო, მშვენიერი. ოპ. მოკვდა.
აქ მინდა აფეთქება ეხა, ხო? აჰა, მშვენიერი. და ამას დავეცემი ეხა. აქ მინდა აფეთქება და ყველა ბედნიერია. ნოლი დანაკარგი და მოგება. ანუ ესეც გამოდის რა, ამისი სკილების გასპამითაც შეგიძლია კედლიანი დასახლების აღება. უბრალოდ ცოტა საწულებელია იმ პონჩი, რომ დემეიჯს აკეთებს, მაგრამ კაც არ კლავს. ის აღარ მინდა უკვე. აქ ავიღებ ამას და შემდეგ ჯერზე უკვე შემიძლია იმორტალიტი გაუძლიერო ლორდს, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც მოკვდება, თლიანად კი არ მოკვდება. არამედ ისევ აქ გადავა რაღაც დროის მერე რომ ავიყვანო თავიდან რა. და ისევ 20 ლეველზე იქნება. აქ რა ხდება, ღმერთო შენ? ძმის იმორტალიტს უძლიერებდი ლორდს და ეხლა გინდათ რომ მომეკლა თქვი არასწორებო. არ ვიცი რა. კონი ამ რუინებს აღარც გამოვიკლებ, იმიტომ რომ ცოტა დროს კარგავ და პირდაპირ ავიღებ ხოლმე ამებს. კი, კაი რაღაცებია შიგნით, მაგრამ კლად ისეც არა, რომ გადაირიო. კაი, ამებს გადავალ იქით. როგორც ხედავთ, აქ ხეინის ხმალი აქვთ ჩვენიანებს. ოპა. ეგ კარგი რაღაცა. და ნახოთ აქ რა ხდება ახალი Defensive Alliance შვენიერი. ამით შემოერთება გვინდა ხარ რაც შეიძლება სწრაფად. იმიტომ რომ ერთი ის აქვს დარჩენილი და ამათი ლეგენდარი ლორდი მინდა იდეაში რო არ მოვატყუოთ. და თუ სწორად მახსოვს, Warhammer 2-ში ბაგი არის, სადაც იმ რიგს ვერ აიყვან ისე თუ არ გაუერთიანე რა სახელმწიფო. ისინი აშკარად ვერ იხილებიან და მოდი ამორს გავაგდებ. და სხვა რაღაცებს ავიყვან. ერთი ეს მინდა უეჯველი სიჯათაკერი რო იყოს. და დანარჩენი შემდეგ თუნში გაირკვევა. მეკ მაინტერესებს ახლა შეტევაზე თუ გადმოვლენ. ეგაა ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა. მოკვდნენ ხო? Faction destroyed. არა, შეგიძლია მაინც legendary lord-ის აყანა. კარგი მგონი ადრე იყო ეგ ბაგი, ახლა გამოასწორეს ესე იგი. რაც შეეხება ამ ნაწილს აქ დავასრულებ. შემდეგ ნაწილში გველოდება გიჟური თავდაცვა, იმიტომ რომ ორი არმია არის, რომელიც გამგელებულია და ჩვენკენ მოიწევს. უბრალოდ დაგყავს უკვე 20 კაცი და პლუს ამათ მარტივად დავდეფავ. მაგრამ ამათ კენონების ყავთ. რაღაცა იქნება რა. ამას ბარემ წამოვიყვან. ესეც ავაღებინოთ. და აქ კიდე ამას გავაძლიერებ. თქვენ რას აკეთებთ, არ ვიცი, ესენი კი იხილებიან, მაგრამ რას იხილებიან ამდენს. თქვენც მოსაკლავი მყავხართ ეხა.
მაგრამ დიდი ალბათობით წაგებას დამიწერს და აღარ გავწელავ ეპიზოდს, აქ დავასეივებ უცებ 53 თულზე და შემდეგ სერიაში ნახოთ რა მოხდება. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.